ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე მაწვნის სახლი გაიხსნა. ეს არის რეგიონის განვითარების მიზნით მომზადებული პროექტი, სახელწოდებით ოქროს გზა, რომელიც მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ხორციელდება. მაწვნის სახლის მშენებლობა აღჭურვისთვის 935,000 ლარამდე დაიხარჯა. მშენებლობაზე კი 50 ადამიანი იყო დასაქმებული. ტურისტული ობიექტის მთავარი მიზანი ქართული ძირძველი ტრადიციების შენარჩუნება. ეს არის კახეთის განვითარების პროგრამაში ერთ-ერთი მცირე პროექტი, რომელიც არის მაწვნის სახლი, რომელიც მოეხმარება ადგილობრივ მოსახლეობასაც და აგრეთვე აქ ჩამოსულ ტურისტის ძალიან დიდ ნაკადს. აგრეთვე ამ პროექტში კეთდება დართულო მთლიანად, სოფლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები არიან კახეთის მოსახლეობა და ტურისტები, რომლებიც ისარგებლებენ უკეთესი მუნიციპალური მომსახურეობით, აღდგენილი ისტორიული ძეგლებით და განახლებული ნაგებობებით. ყოველივე ეს გააუმჯობესებს რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონეს და შემოსავლებს. მთლიანობაში პროექტი დაეხმარება რეგიონის ეკონომიკის აღორძინებას, გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების დონეს და მოიზიდავს მეტ სტუმარს.